ქართული კოშმარის არაღიარების აქტს რამდენიმე საათში წარადგენენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო ვილსონი და სტივ კოენი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ამ კანონპროექტის დაინიცირებით და დარეგისტრირებით ამერიკელი კონგრესმენები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებას. კანონპროექტის შინაარსი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რა არის კანონპროექტის მთავარი მოთხოვნა. კანონპროექტის მიხედვით, როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ არ უნდა აღიაროს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ეს აკრძალვა უნდა გავრცელდეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, მის უახლოეს გარემოცაზე და მთლიანად ქართულ ოცნებაზე. კანონპროექტი ასევე მოითხოვს იმასაც, რომ ერთადერთ ლეგიტიმურ პოლიტიკურ პირად უნდა დასახელდეს სალომე ზურაბიშვილი იქამდე, სანამ საქართველოში არ ჩატარდება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამერიკელი კონგრესმენები კანონპროექტის მიხედვით ფიქრობენ, რომ არც ერთი ფორმით არ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის აღიარება, უნდა აიკრძალოს ქართული ოცნების რაიმე ფორმით აღიარება ან აღიარების მცდელობა და არ უნდა გამოიყოს ფედერალური თანხები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმის დასახმარებლად. იქამდე, სანამ გავრცელდებოდა ინფორმაცია აღნიშნული კანონპროექტის დღეს დაინიცირებასთან დაკავშირებით, ჯო ვილსონმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გავრცელა სოციალურ ქსელში განცხადება, რომელსაც ხელს ტრანსატლანტიკური პოლიტიკური საზოგადოების 40-ზე მეტი პოლიტიკური პირი აწერს ხელს და ამ წერილში, რომლითაც კონგრესმენი ჯო ვილსონი პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მოუწოდებენ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ თავისუფალ დემოკრატიული სამყაროს წევრ სახელმწიფოებს. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად უნდა გამოცხადდეს, უნდა დაინიშნოს ახალი და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და კონგრესმენები და პოლიტიკური საზოგადოების წევრები ფიქრობენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა უნდა გაჟღერდეს დემოკრატიულ ქვეყნებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო და როგორც ჯო ვილსონის ტვიტში წერია, ამ მოთხოვნას უნდა აჟღერებდეს დემოკრატიული სამყაროს ყველა სახელმწიფო და უნდა მოხდეს რეჟიმის აღიარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვენ იმასაც, რომ ყველანაირი ფორმის კომუნიკაცია, კონტაქტი თუ შეხვედრა უნდა გაუქმდეს ბიძინა ივანიშვილთან და ამ ფორმით უნდა გამოიხატოს ის, რომ ქართულ ოცნებას და სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დღეს არც ევროკავშირი აღიარებს და არც შეერთებული შტატები. ჩვენ ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის განსაზღვრელების სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. მოვუწოდებთ არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც არანაირი მაღალი რანგის შეხვედრა არ გაიმართება თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ არ დათანხმდება ახალ სათანადო მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს. მსგავსი პრეცედენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკვე არსებობს და სენატ კონგრესმენმა ჯო ვილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა კანონპროექტს საფუძვლად დაუდეს და პრეცედენტად მოიყვანეს გასულ წელს ასადის რეჟიმის არაღიარების აქტი, რომელიც გასული წლის იანვარში სწორედ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და რომელმაც მოიპოვა კონგრესის უმრავლესობის მხარდაჭერა. 390-ზე მეტმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი ასადის რეჟიმის არაღიარებას. მხოლოდ 32 კონგრესმენი იყო წინააღმდეგი და კანონპროექტი გასულ წელს წარდგენიდან დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე დამტკიცდა, რის შემდეგაც უკვე ასადის რეჟიმის არაღიარების აქტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა და ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. პრობლემა არის ის, რომ ამერიკელი კონგრესმენები უკვე ასადის რეჟიმსა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმებს ტოლობის აიგივებენ და
მათ შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და დღეს ქართული ოცნება ისეთივე პრობლემას წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის და ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმი, როგორც ასადის რეჟიმი, რომელიც დაემხო. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს ადასტურებს იმას, რომ ტრამპის არჩეული პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის მთავრობის მიდგომა ქართულ ოცნებასთან ვერ ნორმალიზდება და უფრო მეტიც შტატებისგან ზეწოლა ოლიგარქის სანქცირებული რეჟიმის მისამართით გაძლიერდება. ამერიკელების მიდგომაა ზოგადად, რომ სიტყვას და დაწერილ ტექსტებს ყოველთვის მოაყოვონ საქმე, აქედან გამომდინარე თვითმარქვია არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლებაც არავინ უნდა შეხვდეს, მათთან საქმე არავინ უნდა დაიჭიროს. ეს იქნება სწორედ საქმეში გადათარგმნილი ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების არალეგიტიმურობა, მათთან ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტულად უკვე არც ქვეყნის შიგნით საქმეს არავინ არ დაიჭერს, ბიზნესმენები, საჯარო მოხელეები, დიპლომატები, ბოლოს ალბათ უკვე სამართალდამცავებიც და აი ესე ვერტიკალი უნდა ჩამოიშალოს, უნდა შემოეფრთხნას მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილს, რის შემდეგაც რა თქმა უნდა მას ქვეყნის დატოვება მოუწევს. დასავლეთის პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა მოხდეს აღიარება არალეგიტიმური რეჟიმის და გაიზარდოს წნეხი ბიძინა ივანიშვილზე, ეს პოლიტიკა გაღრმავდება და გაძლიერდება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ფაქტიურად ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში დაუწესოს სანქციები ივანიშვილს და მის რეჟიმს და ის გზავნილი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გაჟღერდა ამ წერილში, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი მიდგომა დასავლეთში სანქცირებასთან დაკავშირებით რეჟიმის და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მაგალითად რუსეთის მოკავშირე ორბანს, რომელიც თვითონაც უკვე სანქცირებულ მთავრობას წარმოადგენს, რომ დაბლოკოს ერთიანი მიდგომა ევროპული სახელმწიფოების რეჟიმის სანქცირების მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აისახება საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ დასავლეთიდან. ივანიშვილის რეჟიმის აკრძალვის აქტს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა და ამის დადასტურებაა ის, რომ რესპუბლიკელ ჯო ვილსონთან ერთად კანონპროექტს დაინიცირებს დემოკრატი სტივ კოენი. ეს ადასტურებს იმას, რომ შეერთებულ შტატებში ორივე პარტია ითხოვს, რომ ბაშარ ალ-ასადის მსგავსად ივანიშვილის რეჟიმიც არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად გამოცხადდეს და მისი აღიარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან არ უნდა მოხდეს. როგორც უკვე გითხარით, დღეს დაინიცირდება კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, რის შემდეგაც უკვე კომიტეტის დონეზე მოხდება კანონპროექტის განხილვა, კონგრესმენები იმსჯელებენ კანონპროექტზე, შემდეგ უკვე მოხდება დაჩქარებული წესი, დიდი ალბათობით, როგორც ამას ჯო ვილსონი ანონსებს კანონპროექტის დამტკიცება და რა თქმა უნდა, კანონპროექტს შემდეგ ხელს მოაწერს ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ოფიციალურად არალეგიტიმურ ძალად გამოაცხადებს.